ანა დოლიძე პარტია ხალხისთვის ლიდერი მინდა წარმოგიდგინოთ. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთანაც სწორედ ამ თემით მინდა დავიწყო საუბარი. ხოთშორის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უბრალოდ Google-ში ჩაწეროს დიდი ეროვნული შერიკება და თარიღების მიხედვით ამოუგდებს ამა თუ იმ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინიციატივას. ნუ სხვადასხვა ასე ვთქვათ სახელით, ზოგჯერ ეს იყო დიდი ეროვნული შერიკება, ზოგჯერ ეს იყო დიდი ეროვნული თანხმობა, ჯანმრთელობა და დასტურეთ, მაგრამ არასოდეს რეალურად საქმე დიდი ეროვნული გაბუტუიდან დიდ ეროვნულ შერიგებამდე არ მისულა. აი გუშინ აღსაყდრების შემდეგ ხომ მღვდელმთავრები აკეთებდნენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ეკლესიამ, საპატრიარქომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს და ინიციატივა გამოიჩინოს ამ თვალსაზრისით გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. გაქვთ თუ არა ამის მოლოდინი, რომ ის რაც აქამდე ვერავინ შეძლოს, ახლა შეძლოს ახალმა პატრიარქმა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. შიო მესამეს კათოლიკოს პატრიარქს ულოცავ მის ამ ახალ გზას, მის ახალ ჯვარს, მის იმედი მაქვს მისი ამ როლის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება არა მარტო ეკლესიისთვის, ეს მე არ ვიცი, არამედ მთლიანად საქართველოსთვის აუცილებლად, როგორც საერო პირი შემიძლია ეს თქვა. რაც შეეხება შერიგებას, მე ვფიქრობ, რომ არასწორად არის საკითხი დაყენებული, იმიტომ რომ შერიგება შეიძლება შენ გამოიყენო როგორც იდეა მხარეების მიმართ, რომელთაც ერთმანეთი დააზიანეს ან აწყენინეს. გარკვეულ წილად შენ შეიძლება შეარიგო მხარეები, რომლებმაც თანაბრად დააზიანეს ერთმანეთი. ჩვენს წინამდებარე შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკას და კონკრეტულად პოლიტპატიმრებს, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ტყუილად ხედან ციხეში. ანუ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებმაც მაგალითად ეხლა ზვიად ცეცხლაძე თან ვიყავი მე მისული, როდესაც ის თესეულში აწყობდა გამოსვლებს, საჯარო განცხადებების გამო არის ციხეში, უკვე მეორე წელია ის პატიმრობაში იმყოფება. ჩვენი კანონმდებლობით თუ არ ჩავთვლით, აი ბოლო ჟამს, ზუსტად ბოლო ჟამის კანონმდებლობას, ეს დანაშაული არ იყო განცხადებების გაკეთება. ეს ბოლო დროს ის დრაკონული დიქტატორული კანონები, რაც მიიღეს, ამის მერე გახდა დანაშაული. თქვენ შიშობთ, რომ შესაძლებელია ვერ გამოინახოს პრობლემის გადაწყვეტის ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება? ნახეთ, თუ ჩვენ გამოვიყენებთ ტერმინს შერიგება, მაგას მერე მოსდევს ის განცხადებები, რომ ჩვენ ორ მხარეს ვარიგებთ, შალვა პაპუაშვილს პირობითად ვარიგებთ ვიღაცასთან და აქედან მერე მოსდის განცხადებები, რომ მაშინ მე რომ შეურიგდე, იმან ბოდიში უნდა მოიხადოს. მოქალაქეებს შორის აი ეზოში რომ ვარიგებთ ბავშვებს. ხო, ეს შეიძლება მართალია. არ ვიცი, ბოდიშამდე მივა თუ არა ეს ფიგურალურად საქმე, მაგრამ ანუ შეცდომების აღიარება ნებისმიერ ესეთი შეთანხმების, თუ გინდა შერიგება დავარქვათ, წინაპირობა ამის გარეშე არის შეუძლებელი. სინამდვილეში ჩვენ საქმე გვაქვს შემდეგ ქმედებასთან. აქედან მხარეს არის ხელისუფლების მიმტაცებელთა ჯგუფი, რომლებიც აგრძელებენ ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობას და აღრჩობენ ხალხს. ამჯერად აღრჩობენ გადასახადებით, აღრჩობენ ჯარიმებით, აღრჩობენ სესხების გაძვირებით. ეს არის ერთ მხარეს. მეორე მხარეს არის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ჯგუფი. ადამიანები, რომელსაც რისთვის უნდა მოიხადოს მართლა ბოდიში ადამიანმა, რომელიც გაზრდილია, ამ ხალხის უმეტესობა გაზრდილია ზვიადის, მერაბის და ამბროსი ხელაიას ამ ხალხის იდეალებზე. ერთადერთი, რასაც ისინი ამბობდნენ, რომ აუცილებელია და უნდა მოხდეს საქართველოს თავისუფლება. ამიტომ ეს შერიგებას არ გამოვიყენებ. მე ვიტყოდი შემდეგნაირად. ნახეთ, კათოლიკოს პატრიარქს შეუძლია მიმართოს თხოვნით მას, ვისაც აქვს ძალაუფლება, ვისაც აქვს ბერკეტი, რომ მან გადადგას კეთილი ნების ნაბიჯი იქით ამ მხრიდან, ანუ ასე ამგვარად მიმართოს და ეს ხალხი ციხიდან გამოუშვას. ეს იქნება სწორედ დაყენება ამ თემის. ანა, როდესაც დაიწყეთ თქვენ ახალ პატრიარქს საუბარი, აღნიშნეთ, რომ თქვენ გაქვთ მისგან
სწორი ნაბიჯების მოლოდინი მისი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით, რომ 22 წლამდე შიო მესამე ძალიან აქტიურ საერო ცხოვრებას ეწეოდა. დღევანდელ საჯარო პირებს შორის ძალიან ბევრი აღმოჩნდა მისი სამეგობრო წრიდან. თქვენც ხომ არ გაკავშირებთ მასთან რაიმე ურთიერთობა, მანამ სანამ ის საერო პირი იყო? ან შესაძლებელია ეს მეგობრობა შემდეგაც გაგრძელდა, მას შემდეგ რაც მან საკუთარი ცხოვრება უკვე ეკლესიას მიუძღვნა. მეც ბევრი მსმენია მის შესახებ, თუმცა თავისუფლებას ვერ მივცემ, რომ დავახასიათო რაღაცნაირად ასე ახლოს მას არ ვიცნობ. უბრალოდ მე მჯერა, რომ ამ ადგილას მოხვედრილი ადამიანი, ამ ჯვარით მოხვედრილი, ამ ტვირთით, ამ გზაზე გავლილი, რა გზაც მან არჩია ეს გზა, რომელიც ადამიანმა არჩია, ურთულესი გზა არის ნებისმიერი ადამიანისთვის, სხეულში დაბადებული ადამიანისთვის, ხო? მაგრამ აქვე ვიტყოდი, ის სკეპტიციზმი, რაც იყო გამოხატული, ვთქვათ, იყო ხოლმე მე ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ის მოსკოვში სწავლობდა, მე არ უნდა დავემალოთ, ეს უნდა ითქვას, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დავამატებ ეს არა მხოლოდ ეს, ანუ იყვნენ ცალკეული მღვდელმთავრები, ვინც ამბობდა, რომ აი ეს რუსეთისთვის მოსაწონი კანდიდატია, რუსეთის კაცი არ არის, მაგრამ აი რუსეთს ის როგორც პატრიარქობის კანდიდატი მისაღებად მიაჩნიათ. ხო, გასაგებია და შეიძლება ვიღაცებს მეტი ინფორმაცია აქვთ, მეტი დასაბუთება აქვთ. მე უბრალოდ რაც მსმენია, ვთქვათ, კონსპირაციებს რო თავი დავანებოდ, ვინ მის მოწონს. სიბინძურა, მე რომ მიმიღია, საერთოდ ჩემი მტრებისგან არ ვიცი მე. რამდენიც გინდათ იმდენ სიბინძურეს ვიღებ და კონსპირაციის თეორიებს, რომ ჩემ თავზე რომ ვკითხულობ, მართლა მიყვარს ჩემზეა თუ არა დაწერილი, მაგრამ აი ამ საუბარია, რომ სწავლობდა რუსეთში, ხო, მაგრამ პარალელურად შეიძლება ითქვას იგივე ფაქტია, რომ ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ და კგბ-ს მიერ კონტროლირებად სასწავლებელში სწავლობდა ელენე ხოშტარია. გიმო აქვს დამთავრებული. როდესაც ნაწილი ჩვენ წავედით ამერიკაში სასწავლებლად, ელენე ხოშტარიამ დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ხსენებს ხოლმე ქართული ოცნება. არა, ოცნება არ მაინტერესებს. მე ვამბობ, რომ როდესაც ვიღაცაზე ვამბობთ მხოლოდ, რომ სწავლის ფაქტს მიუთითებთ, ნიშნულოვანია რომ გავითვალისწინოთ, რომ აქ სხვა ხალხიც არის, რომელსაც შეიძლება იგივე მახასიათებელი კონდეს თქო. ანუ თავისთავად, ვინცაც სწავლობდა, ჩემთვის საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანი გავაკრიტიკო. მოკლედ, აი რომ შევაჯამოთ ეს თემა და სხვა თემებზე გადავიდეთ, ამ ეტაპზე თქვენ როგორც პოლიტიკოსი ხედავთ, რომ ახალ პატრიარქს აქვს იმ დონის ნდობის მანდატი, რომ ელემენტარულად თუნდაც მოახერხოს ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლო, პოლიტიკურად უკიდურესად დაპირისპირებული მხარეების თუნდაც ერთ მაგიდასთან დასხდომა და ქვეყნის ასე ვთქვათ ინტერესების სასარგებლოდ საკითხების განხილვის დაწყება. ჩვენ არ ვიცით ვინ რაზე შეჯერდება, ვინ რაზე შეთანხმდება, ვინ რას აღიარებს როგორც შეცდომას, ვინ რა კომპრომისზე არის წამსვლელი, მაგრამ ფაქტი ხომ ერთია, რომ ქვეყანა ასეთ პოლიტიკურ კრიზისში დიდხანს უბრალოდ ვერ იქნება. ცით რა, მე არ ვიცი საიდან მოვიდა ეს მისწრაფება, ადრეც რამდენიმე ოპოზიციონერმა თავიდან დაიწყო ალიანსი რო შეიქმნა, მაშინ დაიწყო რომ ციტირებას ვაკეთებ, რომ ჩვენ მათ დავსვავთ დიალოგთან იყო საუბარი, მე გამოვედი და მე მკაცრად ვთქვი, აი საიდან მოვიდა ეს საჭიროება, არ მესმის რომ რა უნდა მოგვენატრა შალვა პაპუაშვილი, ვინმეს მოენატრა ბიძინა ივანიშვილი, ვინმეს მოენატრა ერთი წამი დამასრულებელი, ვინმეს მოენატრა ირაკლი კობახიძე და ჭირდება მათთან დიალოგი, არ ვიცი, აი ეს ერთ მაგიდასთან დავждეთ, რატო უნდა დავждეთ ერთ მაგიდასთან? ხალხო, რატო უნდა დავждეთ ერთ მაგიდასთან? არა, აი ამ საუბარს გულისხმობ, რომ ჩვენ ერთ მაგიდასთან უნდა დავждეთ არავითარი ინტერესი არ მაქვს, ერთი წამიც კი ვინმეს თქვენ გაქვთ ამდენი ცხოვრება, რომ ერთი წამი გაატაროთ ამ თაღლითებთან, რომლებმაც ხელისუფლება მოიტაცეს? აქ არის ერთი რამ, ორი მოთხოვნისგან შედგება. ქვეყანა კი არ იქნება ამ ხელა კრიზისში. ეს თაღლითები ვერ იქნებიან ამდენ კრიზისში, იმიტომ რომ უკვე სულში უძრებიან საქართველოს მოქალაქეებს, ბოლო თეთრს ართმევენ. რატომ იცით? იმიტომ რომ ბიუჯეტში ფული არ არის.
საერთოდ შეხედეთ, ფასები არის გაზრდილი, ფასებს დავწეთოთ და წავიდნენ და სესხები გაუძვირეს საქართველოს მოქალაქეებს. რატო გაგვიძვირეს? საშუალო კლასი 200,000 ადამიანია, ვისაც იპოთეკური სესხი აქვს და ყველას ერთი რატო რა ფასები გაძვირდა და ნავთობი გაძვირდა. ეს ხო ჩაითვალა რომ ინფლაციური რისკების დასაზღვევად გაზარდეს ეს გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ანუ თქვენთვის დიალოგი თუნდაც არ ვიცი, საპატრიარქოს ინიციატივით და შუამავლობით არის აბსოლუტურად მიუღებელი. დიალოგი კი არა, აქ არის გასაკეთებელი. ბურთი მაგათა აქვთ, მოედანი მაგათა აქვთ. კენჭი არის მათ ბოსტანში. შეუძლიათ ადგნენ, ორი ნაბიჯი გადადგან. დანიშნონ ნორმალური არჩევნები და გაიყვანონ თუ არ უნდათ კრიზისი. ნახეთ, ევროპაში მიღებული ინსტრუმენტი არის. არის კრიზისი, იშლება მთავრობა, ინიშნება დროებითი არჩევნები, ხდება, ცოტა ხანში შეიძლება ეს ინგლისში მოხდეს, მუდმივად ხდება ყველგან. ეს არის მექანიზმი. არის კრიზისში, მაგრამ იმის მაგივრად რომ არჩევნები დანიშნონ, რასაკეთებენ? რაზე უნდა ვილაპარაკოთ? აი გამაგებინეთ, ნანახი მყავს თან ირაკლი კობახიძე, იუსტიციის საბჭოში რომ ვიყავი და ვიბრძოდი. აი ის რომ არ მომხდარიყო ეს რაც დღეს მოხდა, რაც რის გამოც მოხდა ყველაფერი სასამართლოს თავისუფლებისთვის. მაშინ იყო მცდელობა, შევიდეთ სამუშაო ჯგუფში. ნანახი მაქვს როგორ მიყავს სამუშაო